როგორ მოუვაროთ კანს თვალების ირგვლივ. პირველ რიგში უნდა დავადგინოთ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ უნივერსალური საშუალებები, სადაც დამატენიანებელიც არის, შეშფოთების საწინააღმდეგო საშუალებებიც შედის და ასე შემდეგ, არანაირ შედეგს თქვენ არ მოგცემენ. ჯერ გავიგოთ რა გვაწუხებს და მაგის მიხედვით შევარჩიოთ. პირველი განვიხილოთ სიმშრალე. სიმშრალესთან ბრძოლა შედარებით მარტივია, იმიტომ რომ აი მაგალითად საცხები, სადაც იქნება ჰიალურონი, სადაც იქნება ასევე პანტენოლი, საკმაოდ კარგად იმუშავებს ამ პრობლემის დროს. მეორე პრობლემა ეს არის ასაკობრივი ნაოჭები. ასაკობრივ ნაოჭებზე, ესე იგი, ორი შესაძლებლობა გვაქვს, ეს არის ერთი რეტინოლის შემცველი საცხები და მეორე პეპტიდების შემცველი საცხები. და მესამე, ეს არის უკვე სიმუქე თვალების ქვეშ, ოღონდ ეს სიმუქე არის ორი ტიპის. პირველი ტიპი ეს არის, როცა მაგალითად გვაწუხებს ჩვენ სილურჯე, ასე თქმული, კაპილარები ახლოს არის განთავსებული კანის ზედაპირთან. ამ შემთხვევაში გვირჩევნია გამოვიყენოთ კოფეინით ან ვიტამინი K-ს შემცველი საშუალებები. თუ ეს სიმუქე არის უფრო მოყავისფრო და პიგმენტაციის ცვლილებას ხედავთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ საცხები, სადაც იქნება დამატებული ვიტამინი C. აბა ჩემო კარგებო, როგორც ყოველთვის, წარმატებულ არჩევანს გისურვებთ.